ბების აღიარებას ითხოვდნენ. მოწელს საქართველოს ევროპაში ყველაზე გრძელი ბულვარის მშენებლობა დასრულდება. სანაპირო ზოლს კიდევ 20 კილომეტრიანი მონაკვეთი დაემატება, რომელიც კვარიათამდე გაგრძელდება. მშენებლობასთან ერთად დაიწყება ბულვარის კეთილმოწყობაც, პარკები, გოლფის მოედნები და გასართობი ცენტრები ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი იქნება. ყველაზე გრძელი ბულვარი ევროპაში ბათუმსა და კვარიათს დააკავშირებს. 20 კილომეტრიანი ზოლის მშენებლობა მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს. ამჟამად ბულვარის მხოლოდ 6 კილომეტრიანი ზოლია მოწყობილი, რომელზეც 9 მილიონი დაიხარჯა. ბათუმისა და კვარიათის დამაკავშირებელი ახალი ბულვარის მშენებლობის დეტალებს დღეს პრეზიდენტი გაეცნო. ეს ექნება ევროპის ყველაზე გრძელი ბულვარი და ისეთ კი არა ნიცაში რა ვიწრო რაღაც ეს მართლა ძალიან დიდი ბულვარი, ყველაზე ფართო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე გრძელი ბულვარი ევროპაში. უბრალოდ ეხლა ჩიკაგოში მეგონი პროგზელია. ახალ ბულვარში მოხვედრა ტურისტებს პირდაპირ აეროპორტიდან ახალი გზით შეეძლებათ. 3300 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი დღეს გაიხსნა. ესე რეალურად ეს აეროპორტიდან რო გამოდიხარ, როგორ საუკეთესო მსოფლიოს კურორტებზე როგორც არის, პირდაპირ მოყვები ზღვის ბულვარს, თან აეროპორტის ზღვის ბულვარზე დგას პირდაპირ და მოყვები და შუაში და ეხლა ბულვარი გადაუვლის აეროპორტს პლაჟიდან და უკვე წავა უკვე თურქეთის საზღვრისკენ, ხო ესე? ბოლომდე ჩავალ. თან შემოვლითი გზა მიდის იმითი რომ ესე იგი შემოვლითი გზა რომელიც მომავალწელს უკვე შემოვა ბათუმში, რეალურად ბათუმში სატრანზიტო ტრანსპორტი აღარ ივლის. ამიტომ ეს იქნება ხოლოთის ხალხს, ვინც არის კვარიათში, გონიოში, ბათუმში, ვინც არის დასვენებულ ადგილებში. ხო ეს გამოდის. ახალ ბულვარში პარკები, გოლფის მოედნები და გასართობი ცენტრები განთავსდება. განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის მოწყობა გონიოს პოლიგონზე იგეგმება. ეს არის გონიოს პოლიგონი, მაგრამ ნაგავსაყრელი აქეთ არის, ხო? აქეთ არის. ესე რეალურად ეს არის დაახლოებით 200 ჰექტარი, ხო? ზიან. ეს არის დაახლოებით 300 რაღაც 300 ჰექტარი. პლუს მდინარის მეორე მხარეს, ხიდის მეორე მხარეს ხო არის ნაწილი? აქეთ არის კიდევ გვაქვს 150 ჰექტარი. ესე იგი ჩვენ სადღაც გამოდის 350 პლუს 300 ჰექტარი, 650 ჰექტარი. 650 ჰექტარი არის დაახლოებით ბათუმის მთელი ცენტრი, რაც არის, აი ცენტრალური ბათუმის პრაქტიკულად აქ ჩვენ დავაშენოთ ახალი ბათუმი. ესე იგი ჩვენ რასაც ახლა რაც უნდა გავაკეთოთ ახლა რაც კიდე რაც არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი სახურო წინ თრიალ ბულვარი გავიდეს საჯარო სივრცე შეიქმნას. თავი რაც არის რატო ჩამოდის ამდენი ხალხი აჭარაში, აქ არის ძალიან ბევრი საჯარო სივრცე. აქ არის ის რომ რეალურად მართლა აი ხალხს არ აქვს ჯერ იმის ფული რომ ყველა ძვირფას კაფეში და ბარში იჯდეს, მაგრამ იმის ფული რომ ბავშვი გამოესეინოს მოცეკვავე შადრევებთან დაჯდეს, ამ ტრიბუნები დატყვეს, ამ უამრავი სხვა სანახაობით, რომელიც აბსოლუტურად უფასოდ ტარდება, ამის ფული ხალხს უკვე აქვს, რომ აქ ჩამოვიდეს და ეს ნახოს. ამიტომ აი რო ეხა დაიძრა მათ შორის მთელი საქართველო აჭარისკენ. და წელს ჩვენ ყავდა რამდენი 350,000-ზე მეტი თვითონ საქართველოს დამსვენებელი, ხო ესე? ადგილობრივი. ასლანის დროს იყო პიკი ხოლმე 150. და მარტო საქართველოს და აღარ ვლაპარაკობ, მაშინ უცხოელები არ იყვნენ. ეხლა მეორე ნახევარი ეს უცხოელები არიან, დანარჩენი 350. მაგრამ თავი რაც არის, რომ ეს ქალაქი რო გაშენება, უნდა დავაგეგმაროთ სწორად, ძალიან არ უნდა ვიჩქაროთ დაგეგმარებაში, უბრალოდ ქართულად იყოს ყველაფერი. და ისე უნდა გავითვალისწინოთ ბევრი პარკი, ბევრი საჯარო სივრცე, ის რომ ადამიანს ეცხოვრებოდეს კარგად. პრაქტიკულად ბათუმი რაც გაკეთდა აქამდე ეს არის იმის მეათედი რაც უნდა გაკეთდეს აწი. და ხალხი რომ კიდე რომ მიყვარს ხოლმე რომ იძახიან რომ აი მე ნიცაში ვიყავი კანში, მართლა ეხლა ამათ ბათუმი ნიცა ხო როგორ ნიცას რომ გონია, ნიცას ბევრად უკეთესი გამოდის მართლა. ნიცაში კიდე კაი ბევრჯერ ვარ მეც და შენც ნამყოფი და ვიცი რა არის ნიცა. 10 ჯერ უკეთესია. ბუნებითაც, მაგრამ თავად ასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასეთი არსად არ გეთემით რომ ყველგან არსად არ არის ასე გეგმიური განვითარება, არსად არ არის ამდენი საჯარო სივრცე, არსად არ არის ამდენი ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან რომ მე კერძო დამოეწიოს და არსად შეიძლება ითქვას ამდენი ენთუზიაზმი კერძო სექტორიდანაც არ არის. ძალიან აქტიურია ინფორმაციის წლევანდელი აგვისტო დასვენების პერიოდია, მაგრამ ინვესტიციების ხუთით ბიზნესი ძალიან აქტიური. ყველაზე გრძელ ბულვართან ერთად ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდიც გაკეთდება. მდინარე ჭოროხზე თანამედროვე დიზაინის ხიდის პროექტი უკვე მზადაა. იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი მსოფლიოში, მხედველობაში მაქვს საფეხმავლო ხიდი, სადაც შეეძლებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ესევე ველომოყვარულებს სამხედრით სარგებლობა. ქალაქი ფართოვდება როგორც ჩაქვის მიმართულებით, ასევე გონიოს მიმართულებით. გონიო კვარიათამდე იქნება ქალაქის შემადგენელი ნაწილი, გაიზრდება სანაპირო ზოლით, რაც მიცემს ტურიზმის განვითარებას საშუალებას.
ახალი ბულვარის მშენებლობასთან ერთად ბათუმში ვიზიტორების რაოდენობის გაზრდასაც ელოდებიან. ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობდა. ტურიზმის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ეს რიცხვი გაორმაგდება. ინფრასტრუქტურის განვითარება და დახვეწა უწყობს უფრო მეტი კომფორტი შეუქმნათ, უფრო მეტად დავაინტერესოთ, აქ იქნება ბევრი სარეკრეაციო ზონები, გასართობი კომპლექსები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ტურისტების რიცხვს ეს გაზრდის. კომფორტული და ევროპაში ყველაზე მასშტაბური ბულვარის მშენებლობას რამდენიმე კერძო ქართული კომპანია აწარმოებს.